გამარჯობათ. დღეს უკვე მოგსოთ თვალს სამი ნამატით, აი სამი შტრიხი გაქვთ. ისეთი ძალიან გრძელი თვალი იქნება. თუმცა, როგორც წინა თვალი იყო ხო ორი ნამატით, ასევე საკმაოდ სწრაფად იქსოვება ესეთი უზორებით, სხვადასხვა ნაკსოვები. თან მინდა გაჩვენოთ როგორი ნაკსოვი შეიძლება გაკეთდეს. მაინტერესებდა მაინც ესე სამი ნამატით თუ რამე ესეთი რეალურად პრაქტიკული შეიძლება მოგვექსოვა და ძალიან კარგი უზორი არსებობს სხვათა შორის ესეთი ზღვის სეზონისთვის აი თქვა საცურაო კოსმოსზე ზემოდან არის ესე ჩადაცმული ტუნიკას ეძახიან ესეთი ძალიან ფაშარი ნაკსოვით და აი ესეთი თვლები საკმაოდ ესე აქტიურად გამოიყენება ასეთ ნაკსოვებში. ეხლა მოდით ჯერ ნახოთ ეს იგივე წესით, როგორც აი ამ დანარჩენ თვლებს პირველი რიგი გჭირდებათ ან ჯაჭვისებური თვლები, ხო? ესეთი თავისუფალი თვლები, ან უნდა იყოს წრე, რომელზეც მერე უკვე გააკეთებთ აი თვალს სამი ნამატით. ეხლა მე კვანძს გავაკეთებ ჯერ ხო, თავიდან როგორც წესით კვანძით ვიწყებთ ხოლმე. და ეხლა მოგსო ესე 10 თავისუფალ თვალს. აი ესე. და ეხლა მოტრიალებისას კიდევ ამაღლებისთვის გჭირდება გარკვეული რაოდენობა თვლების. მოდით გადავთვლი 2, 4, 6, 8 და 10. აი ეს. ეხლა თუ გავიხსენებთ წინა გაკვეთილს, ხო? აი აქ თვალი ორი ნამატით სადაც მქონდა. ესე იგი ამას ერქვა ინგლისურად triple crochet. თუმცა triple უბრალოდ გამოტანა არის სამჯერ, ესე იგი სამუშაო ძაფის და აი ესეთი ორი შტრიხით იყო აღნიშნული, ვეძახით თვალს ორი ნამატით. ეხლა არის double triple crochet, მოკლედ გაორმაგებულია ეს რაღაც სამი გამოყვანა. მოკლედ აქ მაინც ქართულ ვარიანტში არის სამი ნამატი, სამი ძაფი უნდა გადადოთ ყაის ნაღზე და აი ასეთ თვალს, აი ესეთ სიმაღლის თვალს ბიჯისთვის მოტრიალებისას, ხო, როცა უნდა დაიწყოთ ასეთი თვლების მოქსოვა, შეესაბამება უკვე 5 თავისუფალი თვალი. აქ გახსოვთ, აი აქედან რომ დავიწყოთ, ხო, ყველაზე დაბალი თვალიდან 1 თვალი შეესაბამებოდა, მერე თვალს ნახევრად ნამატით ამას 2, აქ 3, 4 და ეხლა 5 თვალი. აი ესე იგი ეს საფუძველი რიგის გარდა, აი რაც მოგსოვე, ამის გარდა კიდევ გჭირდებათ 5 თავისუფალი თვალი. 1, 2, 3, 4 და 5. აი ესეთი ძალიან მაღალი ბიჯი გაქვთ ესეთი. ეხლა მე აი თითით მიკავია ის თვალი, სადაც უნდა შევიდე, ნახეთ. აი ეს თვალი, აი ეს თვალი. ეხლა თუ გადადვით, აქ 5-ია ამის შემდეგ. 1, 2, 3, 4, 5. ეხლა მოგსოვთ აი ეს თვალი სამი ნამატით. 2, 3. აი ეს სამი ძაფი უნდა გადადოთ. და არ შეგეშლებათ, ხო? ესე იგი აი ხა აქედანაც შეგიძლიათ პრინციპში გადმოთვალოთ 1, 2, 3, 4, 5 და მე-6-ში უნდა შეხვიდეთ. აი ესე. ხეთ ორი ძაფის ზემოთ მოვახვედრე, როგორც წინა თვალის შემთხვევაში ვაკეთებდი ხოლმე. ხა გამოვიტანთ ხო სამუშაო ძაფს. 2-ში ერთად 2-ში ერთად 2-ში ერთად 2-ში ერთად. აი ესე. ნახეთ? აი მიახლოვეთ ერთი სიმაღლის არის ეს თავისუფალი თვლები და აი ეს თვალი სამი ნამატით. ახლა კიდევ გავამეორებ. აი სამი ძაფი გადავდე. ეს პირველი არის თვალი, რომელიც პირველ წინა ესე იგი ამოვიყვანეთ, ხო? ამის გარდა 1, 2, 3. და მომდევნო თვალს შევდივარ. აი აქ. და ესე მოგსოთ ისე ორ-ორად, ხო? ძაფი, სამუშაო ძაფი გამოგყავთ ორ ასე ძაფში, კიდევ ორ ძაფში. აი ორში და ორში. აი ესე. კიდევ შევდივართ ესე იგი მომდევნო თვალში. აი ესე. ორი და 2. ანუ სულ 4 ჯერ გამოგავს. ესე იგი 2 თვალი ერთად როგსო, ეს გამოდის 4 ჯერ სულ ჯამში. აი ამ
თვალის შემთხვევაში, თვალი 3 ნამატით. ახლა მოდით მე ამას ბოლომდე მოვხსოვ, ესე ამ რიგის ბოლომდე და შემდეგ რიგს მოვხსოვ ცოტა სხვა ტიპის თვლებს და თან აი რატო ვაკეთებ ახლა ამას, რომ მინდა რომ აი გაჩვენოთ ნაკსოვში როგორ შეიძლება გამოიყენოთ ძალიან ესე პრაქტიკული ნაკსოვი შეიძლება მიიღოთ თუ ასე მოგხსოვთ და ეს თვალი 3 ნამატი პრინციპში გამოიყენება უბრალოდ ძალიან სპეციფიური თვლებია, გრძელი თვალია და ამის გამო რა თქმა უნდა ძაფიც უნდა შეურჩიოთ და რა ტიპის ნაკსოვი გჭირდებათ, ისიც ასე ჩანთების შემთხვევაში არ ვიცი რამდენად პრაქტიკულია ეს რომ გამოიყენოთ, მაგრამ აი როგორც გითხარით ტუნიკებისთვის ძალიან კარგი არის. ნახოთ რამდენი გვაქვს, აი ამის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8. აი ეს 3 მაქვს, ხო? ესე. აი ეს და კიდევ 1 მიათეც მოგხსოვოთ, უბრალოდ კიდევ 2 მაქვს აქ დარჩენილი მე. იმიტომ რომ 10 თვალი რომ გქონდა, თავისუფალი თვალი, მე იმის გარდა კიდევ სვეტი მოვხსოვე, ანუ 11 გამომევიდა საბოლოო ჯამში. ესე 3 ნამატი და ეს მე-11-ია ახლა. არა უშავს აქ არ აქვს მნიშვნელობა თვლების რაოდენობას, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ მოტრიალების თვალი არის 5 თვალია საჭირო, 5 თავისუფალი თვალი. თუ აპირებთ აი ესეთი მაღალი თვლების მოგხსოვას, ნახეთ როგორია. საკმაოდ ესეთი ჯარისკაცებით არის ჩალაგებული. აი ესე. ეხლა ნახეთ რას ვაპირებ. ეხლა მე მაინც პირდაპირად შეიძლება მოგხსოვოთ ისევ ასეთი თვლები, უბრალოდ აქ მაშინ 5 თვალს მოგხსოვდით და მოვტრიალდებოდით და უკვე მომდევნო აი ამ თვალის თავზე უკვე ეს 5 თვალი გვექნებოდა, ხო? მომდევნო თვალიდან გავაგრძელებდით. მაგრამ ეხლა მე მინდა აი გაჩვენოთ ნაკსოვში აი როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტონიკებისთვის და მე ერთ გაკვეთილს ამას მივუძვნი, მე ვფიქრობ რომ ზაფხულისთვის თან ეს იქნება სასარგებლო და გამოსაყენებელიც შეიძლება მოგხსოვოს ბევრმა. არ არის რთული. და ეხლა ნახეთ, ეხლა მე გავაკეთებ, აქ შეიძლება ცოტა სხვადასხვა უზორით, მაგრამ ხა ვფიქრობ, რომ მოგხსოვ მე ერთ თავისუფალ თვალს ბიჯისთვის მოვტრიალდეთ. აქ შეგიძლიათ თვლები ნამატის გარეშე, ან თვლები ნახევრად ნამატით. ერთი გაითვალისწინეთ, რომ ნახევრად ნამატით ცოტა უფრო გაგიფართოვებთ ამ ადგილებს. და თვალი ნამატის გარეშე უფრო შეინარჩუნებს აი ამ სიგანეს ეხლა რაც გაქვთ. მოდით მოგხსოვოთ თვლები ნამატის გარეშე. იგივე თვალში შევედი, აი ამ ნახეთ, ბიჯისთვის ხო გავაკეთე ერთი თავისუფალი თვალი, მაგრამ კი არ გადავახტი აი ამ სვეტის თავზე თვალს. აქ ამომყავს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ისეთი თვალია, თვალი ნამატის გარეშე და ეს ერთი თავისუფალი თვალი არ არის საკმარისი, რომ ვთქვათ, მე პირდაპირ აქედან შემდეგი თვალიდან დაგვეწყო. ახლა აქ წესით ჩვენ გვექნება 11 თვალი ნამატის გარეშე. იმიტომ რომ 11 სვეტი იყო წინა რიგში. ესე იგი, ახლა მე ვგსოვ, ასე ვთქვათ, მესამე რიგია, ხო, თუ პირველ ჯაჭვსაც ჩავთვლით, ხო, ჯაჭვისებურ თვლებს. პირველი რიგი მერე იყო თვლების 3 ნამატი და ახლა მესამე რიგში ვგსოვ თვლებს ნამატის გარეშე. თუმცა როგორც გითხარით, შეიძლება სხვა თვლები მოგხსოვოთ აქ. ვთქვათ, ნახევრად ნამატით, ან შემაერთებელი თვლებიც შეიძლება რომ მოგხსოვოთ და მერე გააგრძელოთ უკვე აი შემდეგი რიგი თვლებით ისევ 3 ნამატი. ნახეთ, აი ესე ორივე კედელში შევდიოდი, ხო, ახლა მე რასაც გხსოვდი ამ თვლებს ნამატის გარეშე და კიდევ ერთი. აი აქ, ნახეთ, ეს სვეტის თავი არ გამოგრჩეთ ხოლმე, სვეტი რო გქონდათ, ხო? 5 თვლიანი. აი მეხუთე თვალში უნდა ამოიყვანოთ ასევე. აი ეს. აი ესე გაქვთ, აი ამ მხარეს. ეხლა მეორე მხარეს შევხედოთ, აი ესე გაქვთ მეორე მხარეს.
აქ ეხა წაღმაოკოღმა პრინციპში შეგიძლიათ აირჩიოთ რომელს დაარქმევთ, მაგრამ აი მე ეხლა სვეტების მიხედვით ეს არის წაღმა, ნახეთ როგორი გრეხვა აქვს, აი ესეთი. აქეთ ნახეთ ცოტა აი ეთყობა რომ ეს უგუღმა რიგია სვეტებისთვის. მეტყვი სვეტების მიხედვით ჯობია რომ იხემძღვანელოთ. ეხლა ისევ მოგხსოვთ თვლებს სამი ნამატით, ამიტომ ჭირდება 5 თავისუფალი თვალი ბიჭის. 1 2 3 4 და 5. მოვტრიალდით. ეხლა იმის გამო რომ ეს საკმაოდ მაღალი თვალია, არც თქვათ თვალი სამი ნამატით არ არის მაინდა-მაინც სქელი, აი ამ სვეტის თავზე ვიგულისხმობთ რომ აი ეს არის, ეს სვეტი გაქვთ. და ეხლა მომდევნო სვეტი თვალი სამი ნამატით, ხო? მოგხსოვთ არა აი აქ, არამედ შემდეგში, ანუ მომდევნო სვეტის თავზე, აი ეს იყო, ხო, მომდევნო ამის თავზე. ნახეთ, სად შევდივარ? აი აქ. აი ეს. აი თითქოს აქ გამოვტოვე, მაგრამ ეს იმის გამო, რომ იქ უკვე სვეტია იმ წინა რიგის სვეტის თავზე. აი ეს, ნახეთ როგორ არის, ცოტა კი დაშორება მეტია, ვიდრე აქ რო ამოგვეყვანა, მაგრამ თვლების რაოდენობა თუ გინდათ რომ შეინარჩუნოთ, ხო? ესე უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს ჯაჭვიც ძალიან მსგავსია აი ამ სვეტის და უკვე აქ აღარ არის შუაში საჭირო შესვლა, ხო? ისე მოგხსოვ თვალს სამი ნამატით. ესე იგი მომდევნოში შევდივართ ახლა მომდევნო თვალში, აი აქ. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად და 2 ერთად. ისე. ორი ერთად, აი ეს. ხეთ. ეხლა ეს საკმაოდ სქელი ძაფია, მე რითაც გსოვ და თუ თქვენ ცოტა თხელი ძაფი გექნებათ, აი ეს ტუნიკისთვის უფრო თხელი ძაფი გამოდგება. იმიტომ რომ იქ არ არის საჭირო ძალიან სიმყარე და ესე ფორმა რო დაიკავოს. ხო? ფორმის დაკავებაში იქ არ არის ეს. როგორც წესი ჩანთების შემთხვევაში გვაქვს ხოლმე პრობლემა, რომ ჩანთამ თავი დაიკავოს, ამიტომ ცოტა სქელი ძაფებია უფრო მიზანშეწონილი. ой, აქ სამი ნამატი უნდა გამეკეთებინა და 2 გავაკეთე. 1, 2 და 3, აი ესე. აი ესე. კიდევ ბოლომდე მინდა გავიდე და შეიძლება და კიდევ ცოტა რამოდენიმე რიგი რო დაგვეგროვებინა, რომ შეგვეხედა როგორი ნაკსოვი გამოდის. ესე იგი, მონაცვლეობა იქნება რიგების თვლები სამი ნამატით და რიგები თვლები ნამატის გარეშე. თუმცა შეიძლება და კიდევ სხვა ტიპის თვლები, აი როგორც გითხარით, შუალედურ რიგებში. ეს უბრალოდ შეიძლება ოდნავ შეცვალოს უზორი. ეხლა შემდეგი თვალი აქ აღარა გვაქვს ჩვენ მოსაქსოვი, ახლა რატომ ნახეთ, წინა რიგი იყო თვლები ნამატის გარეშე, გახსოვთ ხო? ანუ აი ეს იყო ზუსტად, აი ეს იყო. აი აქედან გვსოვდით პირველი თვალი. და თან შეგიძლიათ შეამოწმოთ კიდეც გადათვალეთ სვეტები, 11 სვეტი უნდა იყოს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 მორჩა. ესე იგი ამითი მორჩა, იმიტომ რომ ჩვენ წინა რიგი ქონდა როგორც თვლები ნამატის გარეშე. ეხლაც ესე ვაპირებ, ნახეთ, ერთი თავისუფალი თვალი მოგხსოვე, მოვტრიალდი. აი ესე გავაკეთეთ, აქაც გახსოვთ, აი აქ შუაში და ამიტომ აი პირველივე თვალი რაც ამოვიყვანე, აი იქ დავამთავრე, ეხლა მე აი ეს ბოლო სვეტი აი აქედან ამოვიყვანე. ეხლა ისე გვექნება თვლები ნამატის გარეშე, აი ესე მოგხსოვ. და ფაქტიურად ეს არის მეორდება და მეორდება აი ესეთი ნაკსოვი. ორივე კედელში შევდივარ და ერთად თვალი ნამატის გარეშე აი ეს. აი ეს.
ეხლა აი ამ შემთხვევაში უნდა მოგსოვა ეს ბოლო სვეტის თავი, იმიტომ რომ აქ მაქვს მე წინა რიგი იყო თვლები 3 ნამატით და პირველი სვეტის როლში იყო აი ეს 5 თავისუფალი თვალი. აქ აუცილებლად უნდა მოგსოთ და თან გადათვალეთ. აი ნახეთ, ზემოდან რომ დახედავთ, აი ესე. ეს არ არის თვალი. აი აქედან იწყება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11. აი 11 უნდა გქონდეთ ყოველ რიგში თვლების რაოდენობა. აქ ისევ ხა 3 ნამატიანი თვლები იქნება, ამიტომ 5 თავისუფალი თვალი გვინდა, ხო? ისევ და ესე გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ. ეხლა მოდით შევხედოთ, აი ესეთი ნაკსოვი გაქვთ. ნახეთ, შეხედეთ. აი აქედან ესე გამოიყურება. ეს არის სინამდვილეში წაღმა რიგი და ეხლა წარმოიდგინეთ ტუნიკა, აი ესეთი ნაკსოვი, თუმცა ეს ძალიან სიმყარე აქ ეხლა ნახეთ, არც ინძრევა, მაგრამ ეს თუ თხელი ძაფი გექნება, так საკმაოდ ესეთი მოძრაობა გექნება და ძალიან ლამაზად იკავებს თავს და ტანზე ასე თუ ჩაიცნოთ. უბრალოდ გამჭვირვალეა, რა თქმა უნდა. საცურაო კოსტუმზეც ჩასაცმელი არის, ამიტომ ეს სანამ ზღვაში შეხვალთ და მე შეიძლება რომ ეს გაიხადოთ უკვე საცურაო კოსტუმით. ეს უკუღმა რიგია, ნახეთ, აი სვეტებს დააკვირდით. ეტყობა რომ ეს უკუღმა რიგია, ეს სვეტები. ნახეთ როგორი აქ გრეხვა აქ და ეს ძალიან ლამაზია. აი ეს არის ახლა ეს ჩვენი თვლები 3 ნამატით. მოდ 11 აღარ გვინდა და დღეისთვის ეს იყო საკმარისი. მე ვეცდები რომ თქვენ აუცილებლად ეს უზორი გამოვიყენოთ და გაჩვენოთ ტუნიკის მოქსოვის წესი. აი ეს ზუსტად ასეთი უზორით. აი ესეთი. კარგი, დაგემშვიდობებით, წარმატებები ყველას. მომავალ შეხვედრამდე.